სამხატვრო აკადემიის რადიო მელომანზე საუბრობს სანდრო ჩუბინიძე. რადიო მელომანზე გაჟღერებული ჩემეული აუდიო ჩანახატები, მიმაც სწორედ ასე მოვიხსენიებ, სხვადასხვა ეპოქის და სხვადასხვა ხელწერის არქიტექტორებს და მათი შემოქმედების თავისუფალ ინტერპრეტაციას მოიცავდა. განსაკუთრებით კი ისტორიულ, უფრო კონკრეტულად კი ისტორიულ ვირტუალურ კონტექსტებში. ექსპერიმენტირება კომენტირებისას ეს იყო ჩემი უმთავრესი მიზანი. დღევანდელ ინფორმაციული ტერორის ერაში საკლევი ობიექტის, კერძოდ კი კონკრეტული არქიტექტურული ნაწარმოების ჭეშმარიტი მნიშვნელობის პოვნა, შემდეგ მისი დამუშავება და განმარტება იმდენად რთულია, რამდენადაც არააქტუალური. ერთია მიიღო ავტორისეული კონცეფცია როგორც ესეთი, მეორეა მოახდინო მისი კარდინალურად განსხვავებული, ავტორის ძირეული ჩანაფიქრისგან განსხვავებული და ხშირად საპირისპირო შინაარსი. ეს კომენტატორისთვის მიზანი არაა და არც უნდა იყოს პრინციპში, მაგრამ მნიშვნელოვანია საკუთრივ ხელოვნების არქიტექტურის თავისებურება, მისი მრავალშრიანობა და ოპტიკური ილუზორულობა. მარტივად რომ ვთქვათ, მისი სირთულე. დიახ, არქიტექტურული ნაწარმოები რთულია რამოდენიმე ძირეული მიზეზის გამო. შენობა როგორც არქიტექტურული ნაწარმოები შესაძლებელია შემდეგნაირად იყოს განხილული. არქიტექტურული ობიექტი წმინდა უტილიტარულ კონტექსტში როგორც ფუნქციური დანიშნულების სისტემა, ობიექტი როგორც ნიშანთა მოწესრიგებული და დალაგებული სისტემა, ანუ იგივე რაც ტექსტი, ანუ შენობა, რომელიც მოკითხრობს, ობიექტი როგორც ისტორიულ ნაკადში მყოფი სისტემა, ანუ არქიტექტურა, რომელიც რეაგირებს, და იგი ყოველთვის რეაგირებს, და არქიტექტურა როგორც სიმბოლიზებული და ამავდროულად მასიმბოლიზირებელი. ეს 4 წევრიანი ჩამონათვალი, რა თქმა უნდა, არასრულია, მაგრამ მაინც ძირითად ასპექტებს მოიცავს ხოლმე არქიტექტურული ნაწარმოებისას. ჩამონათვალის ბოლო 3 წევრი ხშირად მის მხატვრულ იერსახეთ იწოდება და განზოგადებულია ხოლმე ხშირად. დღევანდელ გადაცემაში მსურს გავაერთიანო შენობა, როგორც ისტორიულ ნაკადში შედედებული, სიმბოლიზირებული და ამავდროულად მასიმბოლიზირებელი რაობა. ამ ამოცანით დასაჭრელად კი განთქმული პიტერ ცუმტორის ორი არქიტექტურული ნაწარმოები მსურს მოვიშველიო. პრინციპში დღევანდელი გადაცემა მიეძღვნება მხოლოდ ერთ მათგანს, ხოლო მეორე, ცნობილი კაპელა, რკინაბედენ შესრულებული ცნობილი კაპელა, გახდება ჩვენი მეორე გადაცემის მთავარი გმირი, რადგან ეს ორი ობიექტი ღრმა კავშირშია ერთმანეთთან მრავალი მიზეზის გამო. ეხლა კი გადავალ საკუთრივ ჩვენი გადაცემის დღევანდელ თემაზე. 1487 წელს შპაიერში კელნის უნივერსიტეტის თეოლოგიის პროფესორის იაკობ შპრენგერის წინასიტყვაობის დართვით გამოდის ინკვიზიტორ ჰაინრიხ კრამერის ტრაქტატი დემონოლოგიის სფეროში, კუდიანთა ჩაქუჩში. არისტოტელეს ლოგიკაზე და ეკლესიის მამათა უცდომელ ნააზრევზე დაფუძნებული ტექსტი მრავლის მომწველია. აღწერილია დემონთა კლასიფიკაცია, ინკუბუსების და სუკუბუსების გამოვლენის და მათთან ბრძოლის ხერხები, დემონების მიერ ადამიანებთან დამყარებული კონტაქტების ტიპები, ნიუანსები და სხვა მრავალი. ესა ენციკლოპედია, რომელიც ერთგვარ კოდექსად იქცა უწმიდურ არსებებთან ბრძოლაში. საუკუნეების განმავლობაში ინკვიზიტორთა სამაკეთო წიგნი იყო ეს წიგნი. და ამ წიგნმა ათასობით კუდიანი აიყვანა კოცონზე მთელი ევროპის მასშტაბით. გამონაკლისი არ ჩრდილოეთ ევროპის ნაწილი ნორვეგია ყოფილა. მაშინ, როდესაც ევროპაში ინკვიზიციამ წინვარებს კოცონზე აღყავთ კუდიანები, ერესიარქები, ილუმინატები და სამყაროს განსხვავებული თვალით დამნახველი მოღვაწეები, ნორვეგია ცივილიზებულ კულტურულ გულს მოცილებულია, ნაკლებად კონტროლირებადია იგი. აქ ისევ აქტუალურია წარმართული კულტები ქრისტიანულ რელიგიასთან ერთად ბუნებრივია. და მართლაც როგორც ჩანს, წმინდა კონგრეგაციამ გადაწყვიტა ნორვეგიული ტერა ინკოგნიტას წმინდა ეკლესიასთან ზიარება და მისი მსახვრელი ხელი ამ თავისუფალი მიწისკანეც მიმართა. 1593-1692 წლებში პრაქტიკულად ერთ საუკუნეში ნორვეგიის ყველაზე მიყრუებულ მეთევზეთა ოჯახებით დასახლებულ ლოკაციაზე, ქალაქ ვარდიოში 140 სასამართლო პროცესი გაიმართა კუდიანთა გამოსავლენად და სამაგალითო დასაჯელად. უწვიდესი გამოძიება ეკლესიის მიერ ხდებოდა, ხოლო სასამართლო დასაჯელის აღსრულება საერო
ანუ აღმასრულებელ ხელისუფლებას ევალებოდა. 100-ზე მეტი კუდიანი დაიწვა 100 წლის განმავლობაში ამ პატარა დასახლებაში ქრისტეს სახელით. უმეტესობა ქალი იყო. რა იყო ამ ქალების უმთავრესი ბრალდება? რას აბრალებდნენ მათ? როგორც ზემოთ აღნიშნე, დასახლებას მეთევზეთა ოჯახები შეადგენდნენ. მამაკაცები წელიწადში რამოდენიმეჯერ მრავალი კვირის განმავლობაში ზღვაში იყვნენ გასულნი. ხოლო დასახლებაში მარტო დარჩენილი ქალები და ბავშვები ელოდებოდნენ თავიანთ ოჯახის უფროსს. ბრალდება ინკვიზიციის მხრიდან სწორედ აქ ეძიებს მოსაჭით ხავს. დიდი ხნის განმავლობაში უფრო დარჩენილი ქალები ხომ ვერ უძლებენ თავიანთი სხეულის და ნების სისუსტეს. ესეთია იმდროინდელი ლოგიკა. და ვინაიდან მამაკაცები შორს არიან, ესე იგი ამ ევას საომავლებს, ანუ ქალებს, მხოლოდ დემონებთან ურთიერთობითღა შეუძლიათ საკუთარი ვნებების დაკმაყოფილება. სწორედ ამ ლოგიკით ხდებოდა მეთევზეთა ცოლების დემონთან ხორციელი კავშირის დაბრალება. ინკვიზიციას არაერთი მეთოდი ჰქონდა შემუშავებული ბრალდებულთა დაკითხვის ჭრილში. უმთავრესად ფიზიკური წამება ან ფსიქოლოგიური ზეწოლა. პირველ რიგში ინკვიზიციის მესვეურნი ქალის სხეულზე ხალების ზებრით იყვნენ დაკავებულნი. ხალი ხომ ადამიანის სხეულში დემონის შესასვლელი კარიბჭეა იმდროინდელ ცოდნას თუ დავეყრდნობით. ხალის აღმოჩენის შემთხვევაში იწყებოდა იმის ძიება, არის თუ არა ეს უკანასკნელი სწორედ ინკუბუსისთვის ფართოდ გაყებული კარი. ამ დამამცირებელი პროცედურის შემდეგ იწყებოდა მეორე, ნაკლებად მტანჯველი ქალის აწონვის პროცედურა. აწონის შედეგების მიხედვით ინკვიზიტორები გებულობდნენ იყო თუ არა კუდიანი ეს ქალი. ხოლო თუ ეს ორი პროცედურა ვერ გამოავლენდა მსხვერპლის მდგომარეობას, ჯერით გებოდა წამებისა. ინკვიზიციის მიერ შემუშავებული წამების უმდიდრესი ტექნოლოგიის აღწერით, რა თქმა უნდა, მე არ გადავყრდ მსმენელს, ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ იგი არ ითვალისწინებდა ეჭვდანელის სიკვდილს. არსებობდა არაერთი სახეობა წამებისა, სისხლიანი, უსისხლო, ცეცხლით, წყლით. ასე შემდეგ, მაგრამ იმასაც აღნიშნევ, რომ ამ უსაშინლესი პროცედურების შემდეგ უდანაშაულონიც კი აღიარებდნენ ბრალდებას. სულ ბოლოს თუ კი დაკითხვას კითხვა ვერ გამოავლენდა, ვერსეთი მისი დაკითხვის ვერსეთი ხერხი ვერ გამოავლენდა ჭეშმარიტებას, ჯერით გებოდა ბუნებისთვის მიენდოთ ტყუილ მართლის ძიება. კუდიანობაში ბრალდებულ ქალს თოკით შეკრავდნენ და მდინარეში აკდებდნენ. თუ კი ქალი ამოტივდებოდა, ესე იგი მისი სული და სხეული დემონით იყო შეპყრობილი და მას უცილებლად კოცონი ელოდა. ხოლო თუ კი მდინარეში გადაკდებული ქალი ერჩებოდა, ესე იგი იგი სულად უდანაშაულოა და მისი ცხედარი ქრისტიანული რელიგიის ყოველი წესით დაცვით მიებარებოდა მიწას. არსებობდა კოცოზე დაწვის რამოდენიმე მეთოდი. ჰუმანური და ნაკლებად ჰუმანური. ყვითელ ხალათში, დაწვეტიან ქუდში, იგივე სან ბენიტოში გამოწყობილ სასიკვდილოდ განწერილ კუდიანს თელ ქალაქს ჩამოატარებდნენ. შემდეგ კი ფიჩხით გაწყობილ ძელზე სველი ტოკებით მიაკრავდნენ. არსებობდა კოცოზე დაწვის ორი სახე, ძლიერ და ნელცეცზე დაწვა. თუ იმ მსხვერპლის ჭირისუფლების ჯელაც მოისყიდნენ, მას შეეძლო სიკვდილმისჯილის კვამლით გაგუდვა, რათა ისტანჯვა შემსუბუქებინა მისთვის, რომელსაც კოცონი მოუტანდა მას. ასეთი საშინელი ბედი ეწია მრავალ ათეულათას ევროპელ მოქალაქესთან ერთად 140 ნორვეგიელ მოქალაქეს ერთი საუკუნის განმავლობაში, ხოლო 140 ადამიანიდან 100 მოქალაქემ კი ეს გზა კოცონით დაასრულა. დღევანდელი განმსახედიდან სასაცილო და არასერიოზული ბრალდებების გამო. ძალიან უცნაური არის ეს ეპოქა მთელი ევროპისთვის. როდესაც ჰუმანიზმი არის უმთავრესი საყრდენი მაშინდელი აღორძინების ეპოქისათვის, ამ ჰუმანიზმის პარალელურად ხალხს სწავენ ცოცხლად. როცა წერს დანტე, ანდა პეტრარკა, ანდა მოღვაწეობენ გენიალური ფილოსოფოსები, მოაზროვნეები, მათემატიკოსები და ასე შემდეგ, აი ამის პარალელურად, რაოდენიმე პარადოქსულად არ უნდა ჟღერდეს ინკვიზიცია ბობოქრობს ევროპაში. ეს არის საოცარი ეპოქა. მაგრამ რა თქმა უნდა, ახლა ჩვენი გადაცემა ამ თემას არ ეხება, ამაზე შეიძლება საერთოდ სხვა გადაცემის ჩაწერაც კი. ამიტომ მე დავუბრუნდები უკვე ჩვენ დღევანდელ უმთავრეს თემას, არქიტექტურას. და აი ახალი ათასწლეულის მიჯნაზე ნორვეგიის მთავრობამ და ვერდიოს ადგილობრივი ხელისუფლების თანადგომამ
და იმ ყველაფრის საფუძველზე ცხადდება კონკურსი, რათა ზღვის სანაპიროზე აიგოს ცოცხლად დამწვარ ნორვეგიელ კუდიან ქალთა ხსოვნის მემორიალი. მემორიალის აგებისთვის გაიმართება საკმაოდ დიდი ღონისძიება, აქ ეს ღონისძიება გრძელდება რამოდენიმე წელი, გარკვეული ობიექტური მიზეზების გამო საკმაოდ იწელება. მაგრამ საბოლოოდ გამოვლინდება, რომ ამ ღირსახსოვარ ობიექტს ცნობილი შვეიცარიელი არქიტექტორი პეტერ ცუმტორი და ფრანკი არტისტი მხატვარი მოქანდაკე ლუიზა ბურჟუა განახორციელებენ. ცუმტორის და ბურჟუას თანამშრომლობა მეტად წარმატებული გამოდგა. მემორიალი შედგება ორი ობიექტისგან. დომინანტი ეს არის ცუმტორისეული გრძელი 120 მეტრის სიგრძის ხესა და ტილოში შესრულებული ნაშენი და მასთან ახლოს კი განთავსებულია მეორე დაქვემდებარებული ობიექტი შაომინაში შესრულებული მცირე პავილიონი. პავილიონის ცენტრში რკინაბეტონის ღრმულში განთავსებული არის ლუიზა ბურჟუას მთავარი ინსტალაცია, რომელიც წარმოადგენს ცეცხლმოკიდებულ რკინის სკამს და მის ირგვლივ განლაგებულ 7 წრიულ სარკეს. როგორც ბურჟუა აღნიშნავს, ეს ინსტალაცია ქალისა და მისი სოციალური გარემოს სიმბოლოა. სკამი და მისი სიბრტყიდან ამომავალი ცეცხლის ხუთი ენა მისი ოჯახის წევრების აღმნიშვნელია, ხოლო 7 სარკე ბრალდებული ქალის, როგორც კუდიანის წამების და სიკვდილით დასჯით 7 ოფიციალური მოწმის მასიმბოლიზირებელია. ცუმტორის მეორე გრძივი სტრუქტურა ხის სვეტებსა და კოჭების ჩონჩხეთში შეკრული ტილოშემოგრაგნილი გრძელი შავი გვირაბია. ათად გვირაბი ახლა ეს არქიტექტურაში საკმაოდ გავრცელებული სიმბოლოა. იგი ხდება ძალიან ბევრ მუზეუმსა და მემორიალში, ძალიან ბევრში თუ არა, ყოველ შემთხვევაში ცნობილ სტრუქტურებში მაინც გვირაბი, შავი გვირაბი განსაკუთრებით ეს არის ცნობილი ქურთების გენოციდისათვის მიძღვნილ ობიექტში. ერახში, რომელიც განახორციელა, ეს ობიექტი განახორციელა დენიელი ბესკინმა, იქაც გვირაბი გვხვდება, რომელიც უნდა გაიარო და ასევე ცუმტორის შემთხვევაშიც აი კუდიანებს, სიკვდილით დასჯილ კუდიანებსაც ეძღვნება ეს გვირაბი. გვირაბში დატანებული არის ფანჯრები, რომელთა რაოდენობა შეესაბამება უკვე ცოცხლად დამწვარ კუდიანთა რაოდენობას. თითოეულ ფანჯარასთან ჩამოკიდებული არის წამებულთა დაკითხვის ოქმები და სხვადასხვა სახის დოკუმენტაცია, რომელიც შედგებოდა მათი დასჯის პერიოდში და მათ შედგენაში წმინდა კონგრეგაციას ბადალი არ მოეპოვებოდა. შემონახული არის ყოველი ცოცხლად დამწვარი ადამიანის დაკითხვის ოქმები. და ესეთი მარტივი გადაწყვეტილი არის ეს სტრუქტურა. ასეთი ლაკონური და პირდაპირ მანიშნებელი სიმბოლოების ნაკრებია ცუმტორის და ბურჟუას ერთობლივი ობიექტი. ძალიან რთულია მოცემულ შემთხვევაში მოახდინო თავისუფალი ინტერპრეტირება ამ ობიექტებისა. იმიტომ რომ ყველაფერი ძალიან ნათლად არის გამოვლენილი და თითოეული ამ კონსტრუქციის თითოეული დეტალი პირდაპირ აღნიშნავს იმას, რისით თქვა სურდათ ავტორებს. საერთოდ ცუმტორი ეს არის ღრმად მოაზროვნე არქიტექტორი, ეს არის ადამიანი, რომელიც პირდაპირ ეყრდნობა ფილოსოფიას და მისი ნაშენები სწორედ რომ გაჯერებული არის ფილოსოფიით. ძალიან კარგად ამბობდა თავის ცნობილ ტექსტში თეეტეთში პლატონი, რომ ფილოსოფია იწყება გაკვირვებით და სწორედ შეიძლება ასე ითქვას, რომ ცუმტორის შემოქმედება მართლაც გასაკვირველია. მისი უაღრესი დახვეწილობის, მისი მაღლესი კატეგორიის გემოვნების გამო ცუმტორი მართლაც გემოვნებიანი არქიტექტორია და მართლაც რომ ხშირ შემთხვევაში ფილოსოფიური გაკვირვების საფუძველი არის დაკვირვება და ცუმტორის შემოქმედება ნამდვილად ღირსია, რომ ჩვენ მას დავუკვირდეთ. დღევანდელი ჩვენი გადაცემა ეს იყო ძალიან ისეთი მიმოხილვითი, აქ უფრო მეტი ვისაუბრე ინკვიზიციაზე ვიდრე საკუთრივ ობიექტზე, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ ისტორია ეს არის მაინც დომინანტი, ხოლო არქიტექტურა არის ისტორიის ანარეკლი. არქიტექტურა არის იგივე ტექსტი, რომელიც განსხვავებულ კონტექსტში ვისაუბრება ჩვენ რეალობაზე, რომელმა რეალობამ ჩაიარა. ეს იყო დღევანდელი ჩვენი გადაცემის უმთავრესი თემა. მე აუცილებლად გავაგრძელებ პეტერ ცუმტორის საუბარს შემდეგ გადაცემებში, ეს არის ჩემი მიზანი, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ ეს ავტორი პირდაპირ გვაძლევს ჯერ დაკვირვების, შემდეგ
მათი გაკვირვების საფუძველს, ხოლო როგორც პლატონი იყო და გაკვირვება არის ფილოსოფიის უმთავრესი საფუძველი. მადლობთ ყურადღებისთვის.